მინდიას რო ძმა დაიღუპა თქვენს გამო, თქვენი სრულბრალდებების გამო. სამძიმარი მაინც უთხარი? სამძიმარი უთხარით მაინც? ეთიკაზე რო ლაპარაკობ, აი მართლა გეუბნები. აუცილებლად, მონა! ქალბატონო ნინო, დაზარალებულის პოზიცია მოვისმინეთ, რომელსაც არ აქვს პრეტენზია, არ გრძნობს შის და არ არის წინააღმდეგი, რომ ბრალდებულები გათავისუფლებულიყვნენ და გირაო შეფარდებოდათ. თქვენ რა საფრთხე დაინახეთ ბრალდებულების გათავისუფლებაში? მოცემულ შემთხვევაში, როგორც ბრალდების მხარე მიუთითა, არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რაც დაასაბუთა და დაეთანხმა ბრალდების მხარეს სასამართლო ამ შემთხვევაში და სასამართლომაც მიუთითა, რომ არსებობს ორივე ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. დაზარალებულმა თქვა, რომ პრეტენზია არ ქონდა. ვინმე სასამართლოზე მაგი ხოდა ვინ სასამართლოზე და იმედია გამოუშვებენ მაგ ბიჭებს სხვა საქმეებზე პრაქტიკა ხომ იცით თქვენ ქალბატონო პროკურორო როდესაც დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს როდესაც მას ტკივილი არ განუცდია როდესაც ამბობს რომ არ ეშინია რომ გარეთ იყვნენ ხატომ არ მიიღეს ნორმალური გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს წარმოადგენს რაიმე ახალი გარემოება რაც მანამდე მხარეებში ცნობილი არ იყო ხოლო დაზარალებულის პოზიცია სწორედ მაგაზე მოგახსენებთ დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის არქონაზე არ არის ის ახალი გარემოება რაც წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლები არის სამი მათ შორის ყველაზე მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არის დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები რაც ნიშნავს იმას რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის პატიმრობის გამოხებებოდა რატომ ვერ დაასრულდა გირაო იმ რისკს რის საფუძველზე თქვენ პატიმრობა მოითხოვეთ უკვე გიპასუხეთ აღმოსავლთან დაკავშირებით არ გიპასუხიათ იგივე გამიმეორეთ მაშინ სხვა სახის შეზღუდვა რო დაწესებულიყო გადაადგილების მათ შორის პატიმრობა ხომ არ არის აღკვეთის ფორმა რატომ ვერ დაასრულეთ გირაო მოცემულ შემთხვევაში სასამართლომაც დაასაბუთა რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას რადგანაც მომეტებულად არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ბექა გოცირიძემ თქვა რომ ის აგრესიულად იყო განწყობილი აქციის მონაწილეების მიმართ დღესაც დაადასტურა ასევე ჩვენ ვიცით მისი ლაივ ჩართვები არ მხოლოდ ერთი რამდენიმე სადაც აგრესიული განწყობა ქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან აქციის მონაწილეები ამბობენ რომ ის დღეს შემთხვევის დღეს აგრესიული იყო მან დაიწყო ლანძღვა გინება აქციის მონაწილეების მხრიდან გამოიწვია მან თქვა რომ დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება აგრესიული ვიყავიო ეს დაადასტურა მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ მოვლენებზე ბექა გოცირიძის ქმედებები თუ შეისწავლა პროკურატურამ ეს არის ჩემი შეკითხვა იმაზე საუბრობ მართალი არის აბა ბექა გოცირიძის ქმედებები შეისწავლეთ თუ არა მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ მოვლენებზე რომელიც სასამართლოს სტომის დარბაზში ხდება სასამართლოს სტომაზე დააფიქსირა დაზარალებულმა რომ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე დაიწყო ეს დაპირისპირება რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა უთხრა რომ რას იღებო და ამის შემდგომ დაიწყო დაპირისპირება ბექა გოცირიძემ თქვა რომ აგრესიულად იყო განწყობილი აქციის მონაწილეებს ხდეს დაადასტურა ეს ვერ გაიგეთ თქვენ ბექა გოცირიძემ დაადასტურა რა გახდა სასამართლო რა გახდა 2025 წლის 31 ივლისს კონფლიქტის დაწყების მიზეზი რომ ეს იყო სიტყვიერი შელაპარაკება და დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სხვა რაღაცას გეკითხებით ქალბატონო ნინო ბექა გოცირიძემ დაადასტურა რომ ის იყო აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეების მხრიდან ასევე ისაუბრა იმაზე რომ აღიზიანებს იქ გზის გადაკეტვა ეს ვერ გაიგონეთ მე ყველაფერი ძალიან კარგად გავიგონე რომ გაიგეთ ესეც შესაბამისად დაზარალებულმა მიუთითა რომ აგრესიულად იყვნენ განწყობილები თვითონ მე ვიყავი განწყობილიო ესე თქვა ქალბატონი თქვენ მოდირი ვინაიდან და რადგანაც მის მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილები რუსთაველზე მყოფი პირები რომლებმაც მის მიმართ განახორციელეს ფიზიკური დაავადება ისო ეს ინციდენტი არ იყო ბექა გოცირიძის პროვოცირებული რატომ ხარ თამაში რა გაფიქრებინებ მისი სიტყვა მიუთითა დაზარალებულმა თუ რა გახდა ამ შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სიტყვიერი შელაპარაკება რომელიც მხარეებს შორის მოხდა ამას რა გაფიქრებინებ ასევე მიუთითა თუ რა მიზნით გამოიარა მან რუსთაველის გამზირზე რუსთაველის გამზირი არის თავისუფალი ქუჩა და ნებისმიერ ადამიანს აქვს იქ გადაადგილების უფლება თქვენი დანიშნულება ხომ არის ყოველ მხრივ და სამართლიანი გამოძიების წარმოება მიგაჩნიათ რომ
ნეიტრალურად და ობიექტურად მართავთ ამ საქმეს? ხალბატონო მაინც გამომყენებელ განაცხადებს მიცემულებების გამოკვლევის შემდგომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების ხალხს მიაჩნია რომ ამ საქმეზე დადგება გამოთქმელი აი რატომ შემდგომ სასამართლოს ხდომაზე გამოვიკვლევთ 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს და თქვენს ნათლად დარწმუნდებით თუ რა ფაქტს ჰქონდა ადგილი 2025 წლის 30 ივლისის რუსთაველის გამზირდელად. გამოსახულება კარგად ჩანს. გამოსახულებით უნდა მივხვდეთ ანუ ვერ გავიგებთ ბექავს ქონდა თუ არა რამე პროვოკაციული განცხადება აქციის მონაწილეების მიმართ მოვანი ვიდეო არ არის ხალბატონო. ხო ანუ ენდობით სიტყვაზე მხოლოდ ბექა გოცირიდეს ესე გამოდის სიტყვაზე არავის არ ვენდობი ჩვენ მტკიცებულებათა საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და მოცემულ შემთხვევაში კარგად ჩანს იმ ვიდეო სამეთვალყურე კამერებში რასაც თქვენს იხილავთ ის ძალადობრივი ქმედებები რაც ხორციელდება დაზარალებულის მიმართ არაერთი პირის მხრიდან მათ შორის ბრალდებულების აი